შენ თუ ახლა ამ ვიდეოს უყურებ, ეს იმას ნიშნავს, რომ გაინტერესებს ბიტკოინის ყიდვა. რა თქმა უნდა, ბიტკოინი ყოველ შემთხვევაში ჩემთვის სამომავლო პერსპექტივაში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი ფინანსების დასაცავად. ბიტკოინი ჩემი ოჯახის უზრუნველი მომავლის საწინდარია და ამიტომ მინიმუმ 5, 10 ან 15 წლით მინდა რომ ეს აქტივი დავაგროვო. ზუსტად ისე, როგორც ყულაბაში აგროვებენ დაუშვათ თეთრებს ან ლარებს. მე ბიტკოინის ყველაზე მცირე ერთეულს, ანუ სატოშს დავაგროვებ. დღეს მე ვაპირებ ქართული კრიპტობირჟის ბიტნეტის დახმარებით ჩემი პირველი ბიტკოინის ყიდვას. ბიტნეტი არის მარტივი, სწრაფი და საიმედო პლატფორმა, სადაც შეძლებ შენი პირველი კრიპტოვალუტის შეძენას. მაშ თუ მზად ხარ, დავიწყოთ. მოგეხსენებათ, ბიტკოინის ყიდვა საქართველოში ძალიან მარტივია. ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენებთ ჩვენ საყვარელ ბირჟას ბიტნეტს და დავიწყოთ. ესე იგი, მე ვიყენებ ბრაუზერს Brave, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ბრაუზერი, შეიძლება იყოს Chrome, Safari და ასე შემდეგ. და თუ არ ვიცით ზუსტი მისამართი, უბრალოდ შევდივართ Google-ში. პირველი რაც ინტუიციურად გამოგვივა, ეს არის Google-ი, ხო? დავწერთ ბიტნეტ. აგერ ბატონო, გამოგვიგდო. აგერ პირველი, ესე იგი, მარცხენა მხარეს ხედავთ bitnet.gs, ეს არის ვებსაიტი, თავის სხვადასხვა სექციები და მარცხენა მხარეს Google-ის მდგომარეობა, რა თქმა უნდა. bitnet-ს აქვს ოფისი თბილისში, King David-ში, აქ არის მისამართი, საათები, ტელეფონი და ასე შემდეგ, რევიუები, რა თქმა უნდა შეგიძლიათ დარეკოთ, გაიკითხოთ და ასე შემდეგ. შევდივართ ვებსაიტზე. და პირველი ოპერაცია რეგისტრაცია ან დაწყება, რა თქმა უნდა. ვიწყებთ. ელპოსტა მე გამოვიყენებ დროებით ელპოსტას, თქვენ რა თქმა უნდა შეიყვანეთ თქვენი ნამდვილი ელპოსტა, შევიყვანოთ პაროლი, რა თქმა უნდა თქვენი თვლილი პაროლი უნდა დაიმახსოვროთ. და აი აქ მნიშვნელოვანი მომენტია. გამოიყენეთ კრიპტობაზრის რეფერალი, რაც ძალიან წაგვადგება ჩვენ და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა. დაწერთ უბრალოდ კრიპტობაზარი, აი ეს ყველა ერთად, როგორც წერია აქ და ვაჭერთ გაგრძელებას. მეილზე მოგვივა ვერიფიკაციის კოდი. აგერ გადავდივართ. ვაკოპირებთ. და შეყვავს. დიდებული. ახლა უყურეთ. სანამ განვიხილავთ სხვადასხვა ნაწილებს ვებსაიტისას, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ვერიფიკაციის გავლა. ამიტომ აი ეს დიდი ლურჯი ღილაკი გაიარე ვერიფიკაცია. სხვა დანარჩენს მერე განვიხილავთ. რა თქმა უნდა, თუ ხართ საქართველოს მოქალაქე, პრობლემა არ გაქვთ. ეს ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეუძლებელია ვერიფიკაციის გავლა. ამიტომ ვერ გაივლით ვერიფიკაციას, თუ ხართ ამ ქვეყნების მოქალაქე. გაიარე ვერიფიკაცია. დადასტურება, რა თქმა უნდა, წაიკითხოთ აუცილებლად ყველა ეს მესიჯი, რაც კი გამოგივათ. და აგერ ვინაობის დადასტურება როგორ ხდება? პირველი ნაბიჯი უნდა წარვადგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნაბიჯი 2 უნდა განახორციელოთ სიცოცხლის შემოწმება, ეს ნიშნავს, რომ ცოცხლები უნდა იყოთ ტელეკამერის წინაშე და მესამე გავცეთ რამოდენიმე პასუხს, რამოდენიმე შეკითხვაზე პასუხი. გავაგზავნოთ. ახლა უყურეთ, შეგვიძლია გავაკეთოთ ეს დესკტოპზე, რომელსაც ჩემს დესკტოპს აქვს ვებკამერა. ამიტომ არ არის პრობლემა, მაგრამ თუ არ აქვს ვებკამერა, ამიტომ თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს მეორე მეთოდი, რაც ფაქტიურად ტელეფონზე ხდება. აი, რო დააჭერთ ტელეფონს, მაშინ უნდა დაასკანეროთ ტელეფონით ეს QR კოდი და პროცესი ფაქტიურად განხორციელდება ტელეფონის დახმარებით. მაგრამ მე არ მჭირდება, რადგანაც შემიძლია პირდაპირ დესკტოპზე გავაკეთო ეს ოპერაციები. მაშინ ვაჭერ აი ამას განაგრძეთ ამ მოწყობილობაზე. თანახმავარ საქართველოს ჩემ შემთხვევაში პირადობის მოწყობა, კი ბატონო, და ვაგრძელებთ. დააკვირდით ანიმაციას. ესე იგი, ჩვენ უნდა წარვადგინოთ დოკუმენტი.
კამერაზე წვდომა, აუცილებლად უნდა მივცეთ ბრაუზერს კამერაზე წვდომა, გაგრძელება, აი რომ გამოჩნდება ესე იგი ეს მესეჯი, აუცილებლად მიეცით დასტური. Allow. ჩემ შემთხვევაში. აგერ ბატონო. გამოჩნდება კამერა, ვაჩვენებთ ჩვენს დოკუმენტს და ვაჭერთ და ვიღებთ ფოტოს. გაგრძელება. ახლა ალბათ უკანა მხარე დაჭირდება, კი ბატონო, უკანა მხარე, აგერ უკანა მხარე, ასე ვაჭერთ. ბუმ. ვაგრძელებთ. არწმუნდით, რომ დოკუმენტი სრულად ხილვადია. ოკეი, ესე იგი ცუდად გადავიღე, ამიტომ სურათის შეცვლა ისევ თავიდან. გრძელება, ვატრიალებ. რაღაც ნაწილი გამორჩა. გაგრძელება. კი ბატონო, ახლა კამერა, კი ბატონო. გავაგრძელოთ. მოვათავსოთ თავი და მოგვიწევს თავის ტრიალი. აი, ასე უყურეთ. ეს მომწყენდება, კი ბატონო. აი, 12 ცოცხალი ყოფილა. ცოცხლად, კი ბატონო, აი, KYC კითხვარი, ანუ know your customer. ფაქტობების სამართი პირობითად მე მივეცი ეს პალაზზე თქვენ რა თქმა უნდა თქვენი უნდა ჩაწეროთ თუ რა არის მიზანი ჩვენი პლატფორმაზე ანგარიშის გახსნის გადასვლა დეპოზიტი გადარიცხვა და ინვესტიცია შეიძლება ერთი მორიცხო მაგრამ წესით მე მგონი ყველა 4 მოგიწევთ დაუშვათ შემოსავალი იყოს 5-დან 10-მდე დაუშვათ მე ხელფასი და მოსალოდნელი ბრუნა, დავუშვათ რაღაც 10,000-მდე ლარი. გაგრძელება. ახლა ეს მონაცემები უეჭველი შეცდომა დაიშვება, იმიტომ რომ მე უკვე ვარ დარეგისტრირებული ბიტნესზე და ამიტომ მოდით ასე ვთქვათ, მე უკვე შევალ ინტერფეისში, თითქოს მე უკვე გავიარე ვერიფიკაცია. ახლავე აგერ მეგობრებო, ჩავთვალეთ რომ გავიარეთ რეგისტრაცია და ახლა გავიხილოთ ჩვენი დეშბორდი. აგერ როგორ ხედავთ? წვანე ჩაიკა, ტიჩკა, რაც არის? შეგვიძლია პირდაპირ გადმოვკაჩოთ Google Play-დან დავუშვათ აპლიკაცია ან Apple Store-დან აგერ დაასკანერებთ და გადმოვიდეთ. მერე ზედა მხარე დეშბორდის ყიდვა გაყიდვა, აქ შეგვიძლია ასე გავახალწევოთ ყიდვა გაყიდვა, დეპოზიტი. ძალიან მნიშვნელოვანია ამის ცოდნა, რომ დეპოზიტი შესაძლებელია ლარში ან დოლარში და გატანაც აგერ, რა თქმა უნდა, თუ მივაბავთ ჩვენ ანგარის ან მივუთითებთ ჩვენი ბანკის ანგარიშის ნომერს, შესაძლებელი იქნება თანხის, რა თქმა უნდა, ბირჟიდან პირდაპირ ბანკში გატანა. შემდეგ გვაქვს, რა თქმა უნდა, პირველი ოპერაცია, რაც რისი გაკეთებაც მოგვიწევს, ეს არის დეპოზიტი. იმიტომ რომ ჩვენ გადავრიცხავთ ლარს ბირჟაზე. მერე, აი კიდევ რა არის საინტერესო, მერე ჩვენი ლარი თუ დოლარი გახდება ეს ბილარი ან ბიდოლარი, ეს არის ერთგვარი კრიპტოვალუტა, რომელიც ავტომატურად გადაიყვანს თქვენს ლარებს აი ამ ფორმატში, რომელიც საჭიროა ბიტნეტზე, ანუ იგივე ფასი იქნება თქვენს ლარს და თქვენს დოლარს. და ფაქტიურად შეძლებთ გადაცვლას, ხო? ანუ ბიტკოინის ყიდვას, ანუ გადაიხდით ლარს, მიიღებთ ბიტკოინს. მერე აქ დეშბორდზე კიდევ რა გვაქვს, ესე იგი გვაქვს ეს პოპულარული აქტივები, რომელი აქტივები არის ყველაზე გაყიდვადი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ იქნება ჩემი აქტივები, როცა ვიყიდი ჩემს პირველ აქტივს, ფავორიტები, ყველა აქტივი და ასე შემდეგ. საშუალოდ ძალიან დიდი სიაა კრიპტოვალუტების ბიტნეტზე და მე მინდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ბიტკოინს გავიხილავთ, მაგრამ რა თქმა უნდა შესაძლებელი ყიდვა სხვა კრიპტოვალუტებისაც, იმიტომ რომ აი მართლა ბევრია.
საფულე აქ არის ჩვენი საფულე, ჯერჯერობით ბალანსი არის 0. აქ გვექნება ტრანზაქციები და რეფერალებს ახლა არ გავიხილავთ, მაგრამ ბიტნეტს აქვს ძალიან კარგი შეთავაზება ახლა რეფერალებზე, 5 მეგობარს თუ დალისტავთ, ესე იგი თუ დარეგისტრირდებიან თქვენი რეფერალიდან, ფაქტიურად მიიღებენ $5. მიიღებთ $5. ხო, აქ არის დახმარება, აქ არის აი კიდევ აი რამე შეკითხვა თუ გაგიჩნდებათ აუცილებლად გამოიყენეთ ეს support-ის ჩატი, აგერ შეიყვანთ თქვენ სახელს და მე დაიწყებთ ესე იგი საუბარს. რა თქმა უნდა, უყურეთ დილის 10-დან 3 საათამდე. ახლა აქ არის 3 საათი, ასე რომ ჩემი აზრით ახლა არ ვინ არ გიპასუხებ, მაგრამ დილიდან 10 საათზე უკვე რამე შეკითხვა თუ გექნებათ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს support-ის ფანჯარა. ოკეი. დეპოზიტი. უყურეთ, დეპოზიტი შესაძლებელია ლარში ან დოლარში. აგერ წერია კიდევაც რომ აისახება ერთ-ერთი კურსით, ანუ ზუსტად რასაც დაარიცხავთ ის გამოგიჩნდებათ და გაქვთ 3 დარიცხვის მეთოდი. პირველი არის საბანკო გადარიცხვა, რაც არის 0% არის ტრანზაქციის საკომისიო, რასაც მე გირჩევთ და მე ზუსტად მასზე გავაკეთებ. შემდეგი არის ესე იგი კრედიტ ან დებიტ კარტის გამოყენება, თქვენს ბარათს გამოიყენებთ, მაგრამ იქ არის საკომისიო 2% და მე ნაღდი ანგარიშის წონება 1%-ის ანგარიშ, ესე იგი ტრანზაქციის საკომისიო, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ თუნდაც პირდაპირ მიაკითხოთ ბიტნეტს, ისომარცად და გააკეთოთ ეს ოპერაცია. რა თქმა უნდა გაიაროთ KYC იქ, რასაც აქ ჩვენ ვაკეთებთ ავტომატურად იქ უნდა გაიაროთ ფაქტიურად პირდაპირ ოფისში. დავუშვათ მინდა დავრიცხო ლარში და მინდა რომ იყოს ეს საბანკო გადარიცხვა. აქ ვაგრძელებთ და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ესე იგი დეპოზიტს ვაკეთებთ ბიტნეტის ანგარიშზე, რომელიც არის ES, აი აქ რომელსაც ვნიშნავთ. თქვენ უბრალოდ აიღოთ, გინდა საქართველოს ბანკი, გინდა TBC ბანკი, აკეთებთ ამ ოპერაციას. აკოპირებთ და მერე თქვენს აპზე ან შედიხართ თქვენი ბანკის საიტზე და რიცხავთ ლარს ან დოლარს. რა თქმა უნდა, მე უკვე გავაკეთე ეს ოპერაცია, მაგრამ არ ამგონია რომ ახლა ამესახოს ის 10 ლარი. ცოტა მომიწევს ლოდინი. ხო და მოდით მაშინ, როდესაც აისახება, მერე გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეო. აგერ მეგობრებო, როგორც იქნა აისახა 10 ლარი ჩვენს ბალანსზე, ერთი გაფრთხილება, როდესაც რიცხავთ TBC-დან საქართველოს ბანკზე, როგორც ნახეთ იქ პლატფორმაზე მინიშნებულია როგორც მთავარი ბანკი, საქართველოს ბანკი. რა თქმა უნდა, ბანკებს შორის გადარიცხვა თქვენ ჩვენივრად იცით, როდესაც TBC-დან რიცხავთ საქართველოს ბანკზე, ცოტა უფრო მეტი დრო ჭირდება, როდესაც რიცხავთ საქართველოსდან საქართველოზე, უფრო სწრაფად. ხო და პლუს კიდევ გირჩევთ, როდესაც საბანკო გადარიცხვებს აკეთებთ ხოლმე, გააკეთოთ ორშაბათიდან პარასკევამდე, რაც უფრო სწრაფი იქნება. მაშასე ჩვენი 10 ლარი. მოდით გავაკეთოთ ის ისტორიული ოპერაცია, რაც არის ბიტკოინის ყიდვა ბიტნეტზე. ყიდვა გავიდვა. აგერ მეგობრებო, როგორც აგიხსენით, ჩვენი 10 ლარი ავტომატურად გახდა ბილარი, რომელიც არის ჩვეულებრივად კრიპტო ეკვივალენტი ჩვენი ლარებისა. არაფერი არ იცვლება ამაში, უბრალოდ, ესე იგი, ლარი გადადის ბილარში და ბილარით ვყიდულობთ ბიტკოინს. აგერ ბატონო, 10 ბილარი და მისაღები 0.0003203 ბიტკოინი. აი ხა ამ რეფრეშს რო ხედავთ, ხო ხედავთ, რომ ისეთი ვოლატილური ფასია, რომ ფაქტიურად ხდება მუდამ ამ ფასის განახლება. ხო და, ნუ დაველოდებით ბევრს და გავაკეთოთ ეს ოპერაცია. აგერ საკომისიო, კურსი და დადასტურება 10 წამი გვაქვს დრო.
გილოცავთ პირველი ბიტკოინი სატოშების სახით, რა თქმა უნდა, ეს არის ბიტკოინის პატარა ერთეულები. აგერ ჩვენ ვართ ბიტკოინის მფლობელები. წარმოიდგინეთ 21 მილიონი მთელ მსოფლიოში და მეტი არ იქნება და თქვენ კიდევ საქართველოში რომელიღაც ქალაქიდან გაქვთ ის პატარა მცირეოდენი ნაწილი ასეთი რთულად საშოვნი ასეტისა, როგორიც არის ბიტკოინი. ამიტომ მართლა მოსალოცია და წარმოიდგინეთ თქვენ წლების განმავლობაში ყოველ თვე თუ გადადებთ რაღაცა პატარა თანხას და იყიდით ბიტკოინს და გადაიტანთ, არ ვიცი, თქვენ ცივსაფულეზე ან თუნდაც დატოვებთ ჯერჯერობით პლატფორმაზე. მე არ გირჩევთ, რა თქმა უნდა, პლატფორმაზე დატოვებას, იმიტომ რომ რაღაცა თანხას თუ გაცდება, მე გირჩევთ, რომ გადაიტანოთ თქვენს ცივსაფულეზე, მაგრამ თუ აპირებთ რაიმე ბრაუზერ საფულეზე დატოვებას, როგორიცაა დაუშვათ MetaMask-ი ან არ ვიცი, კიდევ სხვადასხვა არსებობს, მაგრამ MetaMask-ი ყველაზე პოპულარულია. მაინც ჯერჯერობით სანამ არ გექნება ცივი საფულე და ცივ საფულეში გულისხმობ მე აი ასეთ რაღაცას, Ledger-ს, თუ Ledger-ი არა გაქვთ, ისევ და ისევ სანამ პატარა თანხაზეა საუბარი, დაუშვათ რა ვიცი, $500, $500-მდე შეგიძლიათ შეინახოთ პირდაპირ პლატფორმაზე. მაგრამ შემდგომში მე გირჩევთ, რომ გახვიდეთ და გადაიტანოთ ცივსაფულეზე და იქ დაიწყოთ დაგროვება. ანუ რატომ ვამბობ ამას? როდესაც დაგიგროვდებათ რაღაც თანხა, გატანის დროს გაქვთ საკომისიო ხოლმე და ყოველ პატარა გადმორიცხვაზე ეს საკომისიო რო არ იხადოთ, ჯობია რომ დააგროვოთ რაღაც თანხა, დაუშვათ $200, $300, $100 თუ პატარა თანხებით ვაჭრობთ და მერე გაიტანოთ ხოლმე. გადავიდეთ თავარ გვერდზე. აი ახლა შეხედეთ ჩვენი საფულე და ჩვენს საფულეზე აგერ ბატონო ჩვენი ბიტკოინი. აგერ პატარა სატოშები და მოდით ახლა რა გავაკეთოთ და შეგვიძლია უკან დაუბრუნდეთ, ანუ აი დავუშვათ მე ვყიდი ბიტკოინს, მაგრამ ჯობია არ გაყიდოთ. ანუ შეგიძლიათ გაყიდოთ კრიპტო, აგერ აი max და მიიღებთ დავუშვათ $3.28, ხო? ან შეგიძლიათ დავუშვათ გაიტანოთ. ხილაკი გატანა და ახლა რა ხდება? ჩვენ შეგვიძლია გავიტანოთ კრიპტოს სახით, პირდაპირ ბიტკოინის ქსელზე დავუშვათ. და გეტყვით ახლა კიდევ რას ნიშნავს ბიტკოინის ქსელზე გასყვანა. ანუ პლატფორმა, თქვენ როდესაც გაგაქვთ თანხა ბიტკოინის ქსელზე, აუცილებლად გექნებათ ესე იგი გატანის საკომისიო და პლუს იქ შეიძლება იყოს კიდევ თვითონ ქსელის საკომისიო. ამიტომაც ვამბობ, რომ ზედმეტ ოპერაციებს ნუაკეთებთ ხოლმე, თუ აგროვებთ რაღაცა თანხა დააგროვეთ და მერე გადაიტანეთ ხოლმე. ეს როდესაც გინდათ გატანა პირდაპირ ბიტკოინის საკომისიოს. ეს რას ნიშნავს, რომ დავუშვათ მე ჩემ ბიტკოინის რაოდენობა საკმაო ნიშნავს, შეიძლება მთლიანადაც არ მინდოდა გატანას მარტო რაღაც ნაწილის. აქ შემყავს ჩვენი საფულის მისამართი, რომელიც დააგენერირებთ თქვენს wallet-ზე და ესეც შეგვიძლია მერე გავიაროთ. რა თქმა უნდა, თუ მოთხოვნა იქნება ამისი, მაგრამ ჯერ გადაწყვიტეთ თქვენ სტრატეგიას, ანუ აპირებთ MetaMask-ზე დამახსოვრებას, MetaMask-ი არა, MetaMask-ის არ მახსოვს ბიტკოინის საფულეს თუ აქვს სუპორტი, დავუშვათ ცივ საფულეზე, Ledger-ს უეჭველი აქვს. ფაქტიურად თქვენ აგენერირებთ მისამართს, რომელსაც აქ საფულის მისამართის ადგილას წერთ და იქ მერე გადაგაქვთ თქვენი ბიტკოინი. აი, ხედავთ აქ, აირჩიეთ ქსელი. ზუსტად რომ აი ამ ქსელზეა საუბარი, რომ თქვენ პირდაპირ ბირჟიდან გადაიყვანთ თქვენ ბიტკოინებს ბიტკოინის ქსელზე. და პლუს, როგორ გავიტანოთ თანხა დავუშვათ ჩვენს ბანკში. როგორც ხედავთ, თანხის გატანისთვის თქვენ პირველ რიგში გჭირდებათ ასე ვთქვათ ბილარიზე გადასვლა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჯერ უნდა გაყიდოთ თქვენი ბიტკოინი, რაც ძალიან ცუდად ჟღერს. სიმართლე გითხრათ. გაყიდოთ თქვენი ბიტკოინი, მიიღოთ ბილარი, აგერ ბატონო, მიიღოთ ბილარი, გააგრძელოთ. მიიღოთ ბილარი და მერე გააკეთოთ გატანა. ესე გადახვალთ გატანაზე და ბილარი, დავუშვათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვა, რომელიც 0% ასეთ ტრანზაქციის საკომისიო და მერე გაგრძელება. მოდით მეგობრებო, ახლა გამიხილოთ ეს სიტუაცია.
დავუშვათ ჩვენ მოვაგოროთ რაღაც გარკვეული თანხა და ბიტკოინში რა თქმა უნდა და გვინდა ამ სატოშების გატანა ჩვენს cold wallet-ზე ან რაიმე სხვა wallet-ზე, ანუ საფულეზე. ანუ მე უკვე მაქვს მისამართი, სადაც უნდა ჩავრიცხო, რომელიც ფაქტიურად ან დავაგენერირე, ან უკვე მაქვს ჩემი საფულის. რა თქმა უნდა, როგორ უნდა შევქმნათ საფულე ამის ვიდეო ალბათ ჩასაწერი იქნება და ამ ვიდეოსაც აუცილებლად გავაკეთებთ. თუნდაც Ledger-ზე შეგვიძლია ერთი ვიდეოს ჩაწერა და მეორე შეიძლება იყოს აი ჩვეულებრივი საფულე, რომელიც შეიძლება იყოს რაიმე ბრაუზერის პლაგინი, მაგრამ როგორც გითხარით, ჩემთვის ყველაზე უფრო საიმედო არის, როდესაც ჩვენ ცივ საფულეზე გაგვაქვს ჩვენი ბიტკოინები. უფრო უსაფრთხოა რა, სადაც 99.9% საფრთხო იქნება. ასე რომ მოდით ახლა ვცადოთ ეს ოპერაცია. გატანა კრიპტო და აგერ ჩვენი ბიტკოინი. საფულის მისამართი, როგორც გითხარი, მე უკვე ჩავინიშნე და აი ეგ არის BC1, აი ესე იწყება ხოლმე ბიტკოინის მისამართები, თანამედროვე მისამართები და ქსელი უკვე ამორჩეულია და ცადოთ აბა გადატანა. მივცეთ მაქსიმუმი მისამართიც მივეცით და აგერ ბატონო. აი, გატანის საკომისიოც არის და მივიღებ აი ამდენს. ოკეი. ვაგრძელებთ. დედა. საბკაც მოვიდა. გაგრძელება. თან ახლა გადატანის დადასტურებას დააკვირდეთ, რამდენს მიიღებ საკომისიოს გამოკლებით, გატანის მისამართი, აგერ ეს ყველაფერში გადაამოწმეთ კიდევ ერთხელ მაინც, რომ ხომ იცით აქ შეცდომის დაშვება, თქვენ თუ დაუშვით შეცდომა, არავინ თქვენი დამხმარე ვერ იქნება, ვერსად ვერ დარეკავ და ვერც ერთი ბანკირი და ასე ვთქვათ, პირადი ბანკერი ამას არ უშველის. იმიტომ რომ არ არსებობენ ეს ფიგურები ამ სამყაროში. გატანის ქსელი ბიტკოინი, კი ბატონო, გატანის თანხა და სავარაუდო საკომისიო. ოკეი. დარწმუნდი რომ გამოტანის მისამართი და ქსელი სწორია. კი ბატონო, გაგრძელება. მუშავდება. თავარ გვერდზე დაბრუნება. აგერ ბატონო. გავიტანეთ, ბარემ შევამოწმოთ ტრანზაქციებში. დიდებული. აგერ სტატუსი. რამოდენიმე წუთში უეჭველი ეს სტატუსიც განახლდება და იქნება წარმატებული და აგერ. დეპოზიტი ბილარზე გადასვლა, რაც მე მგონი ავტომატურად მოხდა, ბიტკოინის ყიდვა და ბიტკოინის გატანა. აი ეს ყველა ოპერაცია პირდაპირ შეგიძლიათ დაგიხილოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბიტკოინის შესყიდვას. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის და ეს ვიდეო იმედია გამოგადგებათ და თუ თქვენ ან თქვენი მეგობრები ან ნათესავები აპირებენ ბიტკოინის ყიდვას, ხოთ გამოიყენოთ ჩვენი რეფერალური ლინკი ბიტნეტის. გისურვებთ წარმატებას. კარგად ბრძანდებათ.